ბრიტანული სანქციების ფონზე პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ სწორედ გაერთიანებულ სამეფოს აფარებს თავს არაერთ დანაშაულში მხირებული დავით კეზერაშვილი ამ დრომდე. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის ელჩი პოლიტიკურად აქტიურობს და საკმაოდ მწვავე განცხადებებით დიპლომატიის არაერთ ჩარჩოს სცდება. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას. ეს იყო დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. ვენის კონვენციის დარღვევასთან ერთად ამგვარი უპატივცემულობა თავად ელჩის მხრიდან დიპლომატიის პროფესიული ეთიკის დარღვევაცაა. მიუხედავად არჩევნებში უხეში ჩარევისა და შესაძლოა სწორედ ამიტომაც 26 ოქტომბერს რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველი გამოვიდა და თქვა, რომ აქ დაბალი ღობე არავინაა და არავის მისცემს მასზე ზემოდაყურების უფლებას. ეს უთხარით საბჭოთა მოსკოვს 1989 წლის 9 აპრილს და იგივე გავიმეორეთ 2024 წლის 26 ოქტომბერს ყველა იმ დედაქალაქის გასაგონად, ვინც ჩვენთვის მოსკოვის ჩანაცვლება მოისურვა. 26 ოქტომბერს ნაცმოძრაობასთან ერთად მისი მფარველი უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები და დიპლომატებიც დამარცხდნენ. არჩევნების შემდეგ მუშტების უმისამართო ქნებაც ამის კარგი დასტურია. რაც შეეხება სანქციებს, დიდი ბრიტანეთი დღემდე იფარებს დავით კეზერაშვილს, საერთაშორისო კრიმინალს, რომელმაც კორუფციული გარიგებებით ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა და შემდეგ ევროპელი პენსიონერები. ეს შავი ფული დღემდე საქართველოს დესტაბილიზაციაზე იხარჯება, რაც წარმოშობს ეჭვს, რომ მისი თავისუფლების უკან კონკრეტული გარიგება დგას.